მოგესალმებით მეგობრებო, დავბრუნდი 3 კვირის შემდეგ. ძალიან დიდი ბოდიშით რომ ამდენი ხანი არ ვტებდი ვიდეოს და ეხლა როგორც ხედავ ვიწყებ eFootball 25-ის თამაშს და თუ მოგეწონა ვიდეო აუცილებლად დალაიქეთ, გამოიწახეთ და გააქტიუროთ საერისკლაკი და ახლა კი დავიწყოთ. eFootball 25-ში ვიწყებ ჩემი გუნდის მოხდვას, აი ახლა ჩერში განახებ ჩემ გუნდს. აი ესეთი გუნდი მყავს, მესი, ფოდენი, მუსიელა, დონარუმ და ასე შემდეგ. და მინდა რომ ჩემი გუნდი მოვხოდო და დავიწყო ლიგის თამაში, როცა მოხდავ ჩემს აკაუნტს, ასე ვთქვათ, გუნდს. აი მინდა აი ამის თამაში, ლიგის თამაში რომ დავიწყო და ლიგა მოვიგო რა და ამიტომ მინდა მოვხოდოთ ჩემი გუნდი. კარგით, ახლა მეგობრებო, დავიწყოთ თამაში. აი ესე. საით. აი ამას ვთამაშებ დივიზიონ 10-ს. დავიწყოთ აბა. და იმედია მეგობრებო მოგეწონა ჩემი ვიდეო. ძალიან ეს რა არის? ბარსას თამაშება? რაო? ძალიან მეცე მეგობრებო კალაპოტში ჩავჯდე და ჩემი ნახვები და ისინი აღვიდგინო. ბარსას თამაშება, აი არა უშავს. დავიწყოთ აბა ჩვენი მატჩი. Next. წავიდა. ბარსას თამაშია მეგობრებო, მერვე საოცრება. გამოსვლა, როგორც ხედავთ. ჩვენი ბარსას რო ეთამაშება, 2 დონარუმა ყავს, 2 მესი ყავს. კარგით არა უშავს, აბა განაწილდებიან ჩვენი ფეხბურთელები. და მალე დაიწყებენ თამაშს. კარგით. წავიდა. აი ჩვენი მაყურებლები და გულშემატკივრები. კარგი, იწყება ჩვენი თამაში და იმედია მოვიგებთ. გაათამაშეს ბარსელონელებმა. კარგით, აბა, მედია გავანადგურებთ ბარსას. მეგობრებო, დაარტყა მესიმ და გოლ გაუტანა დონარუმას მეგობრებო. მესამე წუთზე გაიხსნა ბარსელონიდან 1 ქულა და იმედია აქედან არ გაგვიტანენ. მესიმ გაიტანა ბრწყინვალე გოლი და ბრწყინვალე პასით, რომელმა გაიტანა ფოდენი იყო მე მგონი. და გაუტანა დონარუმას, მაპატია დონარუმა არ მინდოდა გოლის გატანა, მაგრამ რა ვქნა. კარგით, დაიწყეს ბარსელონამ. ესე. ისევ მესია ბურთით. ესე. ალექსანდრე არნოლდმა დაარტყა და მეორე გოლით შეთხარა მეგობრებო ბარსელონამ. უკვე მე-7 წუთზე ალექსანდრე არნოლდმა შეაგდო გოლი, ბრწყინვალე გოლი და ესე აღნიშნავს თავის ბრწყინვალე გოლს. კარგით, დავიწყოთ ისევ თამაში. ფოდენი და მესი მიიწევს ბურთთან. მიდი. ფოდენ. წართვა, რა წართვა ბიჭო, მიდი ბურთთან. დაარტყა არა. ეს ვინი არა. აი, გაათამაშეს. ბურთთან მიიწევს ფოდენი. ესე. მიდით ბურთთან. ესე, აია. კარგი, მესია საჯარიმოსთან, დონარუმა ჩაუმისა მარია ვიღაცას, მაგრამ შეცდომა და გოლი მეგობრებო, შეცდომა დაუშვეს ბარსელონამ.
და ბარსელონამ გაუტანა ძალიან უცნაური თამაშია ბარსელონა პარსონალს თამაშება, მაგრამ რა ვქნა და რა უშავს და ფოდენმა შეასრულა მე მგონი დუბლი, ხო? დუბლი აიდნა 3-0 იგებს ბარსელონა. ჩააწოდა ფოდენისკენ. ფოდენი მიიწევს საჯარიმოსკენ. დაარტყა და დაბლოკა ფოდენის დაარტყმენი. დიაკ ისე ფოდენმა წაართვა. ოპ. მართლა არნოლდი დაარტყა და უცებრად გოლი აბარა. ალექსანდრე არნოლდის დუბლი. ხო, მგონი ამამაც დუბლი შეასრულა. 4-0 იგებს მეგობრებო ბარსელონა. შეცდომა. ფოდენს შეუყოლა მესიმ ისე ფოდენი იდე მესიმ ფოდენს დაარტყვა იმე რა კარგად გაითამაშეს ფოდენმა და მესიმ. არნოლდი დაარტყა არნოლდმა და რაცილა კინაღამ ცხრიანი გაიტანა არნოლდმა. კარგით მესი მივიდა ბურთთან. დონარუმამ ჩააწოდა მარჯვენა ფლანგზე. მესიმ ვერ დაარტყა. არ ქონა გასწორებული ბურთი. კარგი, 3 წუთი დაამატა საჯმა და ვნახოთ ამ 3 წუთში რას გავაკეთებთ, მაგრამ ვერაფერი ვერ გავაკეთეთ. 4-0-ია პირველ ტაიმში, ბურთის ფლობა არის 59-51-ზე. 0 დარტყმა აქვს მეგობრებო, ჩემ საჭიროებას არც კი მოსულა. ჩვენი მეორე ტაიმი გაათამაშა მესიმ, არნოლდი, აქეთ ფოდენი, მესი ძალიან უდარი მოვიდა შეყოლება. მაგრამ მესი მაინც მივიდა, მაგრამ ვერ წაართვა. არნოლდი, ფოდენი უკან არ ვიცი დააბრუნა, მაგრამ არა უშავს. წართვი კარგი რა. წართვა კაია. არა. მესი. ოჰო, აფარა მეგობრებო, მესიმ გაიტანა მეხუთე გოლი თან ძალიან ბრწყინვალე. მესი მიდის ბურთთან. ვაიმე. ოპა, მადლობა ბურთისთვის. ახლა მეც შევიდა საჯარიმოში, ჩაჭრა და მერვე გოლიც გავიტანეთ. ვნახოთ ასიზამს. გაიტანა 9-0 მეგობრებო. 6 წუთი გადაამატა საჯმა. მესი დავარტყმენ შორიდან მაინტერესებს გაიტანსვა. ორ ჩათამაში ამ სპორტში. დაარტყმა კიდე ამაც არ მასწავდეს 10-0 მოუგეთ. და ეხლა უფრო ძლიერ გუნდს ჩავრთავია და ვეთამაშოთ. აბა ნახოთ რენგურთან რას ვიცი. მოკლედ მეგობრებო, რაღაცამ გაჭედა და დღეისთვის სულ ეს იყო. არ დაგავიწყდე ვიდეოს და ლაიქებ, არხის გამოწერს, საილის გააქტიურება და ახლა კი დროებით.